მოგესალმებით ძირფასო ქალბატონებო და ბატონებო. ვიწყებთ პირდაპირ რეპორტაჟს მარაკანა სტადიონიდან. სულ მალე დაიწყება 2013 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის ელიტ ლიგის გათამაშება. აჯგუფში მეორე ტურის მატჩი თბილისის ინტერი თბილისის 2025-ის წინააღმდეგ. გაგაცნობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობას. დავიწყოთ ინტერით. ნომერი პირველი მეკარე არსიცავს დანიელ კიკნაძე 99 ნომრით. შემდეგ ნომერი 19 მარშაგიშვილი შიო მარჯვენა მცველი. ნომერი 4 ცენტრალური მცველი ტალახაძე დათა. ნომერი 16 ცენტრალური მცველი მაისურაძე ნიკოლოზი. ნომერი 17 მარცხენა მცველი ხიკლეიშვილი ალექსანდრე. ნომერი 8 საყდენი ნახევარმცველი კუტივაძე ლუკა. ნომერი 29 შემტევი ნახევარმცველი ხურციძე ლაზარე. ნომერი 20 შემტევი ნახევარმცველი შოთაძე ივანე. ნომერი 10 მარჯვენა გარემარბი ხუბეჯაშვილი საბა. ნომერი 9 ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი ლომაშვილი და ნომერი 27 მარცხენა გარემარბი ვაზავა ანდრია. თადარიგში ხედა ნომერი 12 იმნაძე ანდრია. შემდეგ ნომერი 28 მარცხენა მცველი ტრაპაიძე კონსტანტინე. შემდეგ ნომერი 3 ცენტრალური მცველი ალექსანდრე კვარაცხელია. ნომერი 24 შემტევი ნახევარმცველი ონიანი იოანე. მარჯვენა გარემარბი ნომერი 2 გოლანძია საბა და ცენტრალური თავდამსხმელი ნომერი 77 ანდრია ადამიანცი. გუნდის მთავარი მცველი ყობა ჟორჟიკაშვილი და მალხაზ ლაცაბიძე. მცველები რატი ფაფაკერაშვილი ნიკა ძანძავა. თბილისი არსიცავს ნომერი 1 ირაკლი ჩხეიძე. შემდეგ ნომერი 9 ნიკოლო ჯავახიშვილი. ნომერი 4 ლუკა გიორგაშვილი გუნდის კაპიტანი. ნომერი 17 ნიკო ნიკოლაშვილი. ნომერი 5 თომა მექვაბიშვილი. ნომერი 77 გეგა კოპახიძე. ნომერი 11 ერეკლე წეველიძე. ნომერი 8 ლუკა მახარაძე. ნომერი 7 საბა ჩაპიძე. ნომერი 10 გაბრიელ ყაველაშვილი და ნომერი 5 დაჩი ჭანკოტაძე. სათადარიგოები ნომერი 8 ნიკოლოს მელიქიშვილი. ნომერი 19 გაბრიელ ნატარია. ნომერი 8 ილია შვიდობაძე. ნომერი 21 გრიგოლ ციხარიშვილი. ნომერი 88 თემო კახიანი. ნომერი 77 დემეტრე გაჩეჩილაძე და ნომერი 1 მეკარე ანდრია გაჩეჩილაძე. გუნდის მთავარი მცველი დენის დობროვოლსკი. დიახ. დაიწყო მატჩი როგორც ხედავთ მოედნის ცენტრიდან და პირველ გუნდზე გახლავან ინტერის ფეხბურთელები აი გუნდის კაპიტანი ტალახაძე ნომერი 4. ბრძოლა იქ გუნდისთვის. გრძელდება შეხვედრა ხუბეჯაშვილი. მათს ემსახურებიან მთავარი მსაჯი. მოგახსენეთ შოთა ხინიკაძე, მას ეხმარებიან პირველი ასისტენტი გიორგი ბერაია და მეორე ასისტენტი გიორგი შენგელია. აი ბურთი აუჩია, ბურთს აუტიდან ჩამოაცნიან ინტერის ფეხბურთელები, როგორც ხედავთ. ეძებს იქ თავისუფალ პარტნიორს ინტერის ფეხბურთელი ნომერი 8, აი მოედნის ცენტრში. კუტივაძე. ჩვენი ვარ. არჩუნი გადმოიტანა ბურთი ადრესატი ხუბეჯაშვილი. აი კიპერს ხედავთ თბილისის ირაკლი ჩხეიძე. კარგი ბურთის ფორმა, თეთრები შეკევაზე. დიახ თეთრი ფორმით თამაშობენ ტრადიციული მაისური და ტრუსები აცვიათ თბილისის ინტერის ფეხბურთელებს და აი მისი მეტოქე თბილისი იასამის ფორმაში არის გამოწყობილი. ინტერი არ გავიდა ეს პასი. თბილისი ბურთთან მოედნის ცენტრთან ახლოს ბურთს აკონტროლებს დობროვოლსკის შეგირდები. მოედნის ცენტრი ლომაშვილი. არაფერი გრძელდება შეხედა საკმაოდ ბრძანა არაფერია და როგორც ხედავთ ერთი თამაშია შეტევაზე თბილისი, თუმცა ნახევარდაცვაში შესანიშნავია ინტერი. ხუბეჯაშვილის მანევრირება ძალიან კარგი, ზუსტი მოკლე გადაცემების სტილობენ ახლა
მოედნის თავიანთ მოედანი გადალახეს და უკვე მოედნის მარჯვენა ფლანგზე მეტოქის ნახევარზე არიან. კარგად შეიჭრა ხუბეჯაშვილი წრომოძრაობა და სახიფათო ეპიზოდი განმოხდეს ახლა თბილისის ფეხბურთელებმა. დიახ, პირველი სტანდარტი ინტერის შესრულებით მარჯვენა ფრთიდან. ინტერი შეასრულებს პირველ კუთხურს. ჩაწოდება მაღალი მეტოქის საჯარიმოშია ბურთი. ხიკლეშვილი მარცხენა ფრთაზე. ჩააგდო მეტოქის ნახევარზე ბურთი. თავით კარგად თამაშობენ დაცვაში თბილისის ფეხბურთელები. ვინ იქნება პირველი ბურთზე და ტალახაძე მოედნის ცენტრიდან თავისივე კიპერს გადასაღებდა და მოხდა დანიელ კიკნაძე. ბატონო, ზუსტი გადაცემა მარსაგიშვილის მისამართი. ოციანი რა კარგი იყო ამ ეპიზოდში. ივანე შოთაძე. დაერქვა თამაშის წესი შოთაძე ბურთთან. ალახაძე მიიღო კარგად ბურთი. გადაკვეთეს მოედნის ცენტრი ახლა ინტერის ფეხბურთელებმა გავიდა ეს პასი მარსაგიშვილი. და დაცვაში ნომერი 4 თბილისის კარგად თამაშობდა იმ ეპიზოდში, თუმცა კიდევ ერთი მცდელობა შეტევის და განმოხდეს ეს სახიფათო ეპიზოდი თბილისის ფეხბურთელებმა. გუნდის კაპიტანი ტალახაძე კარგად დაიწყო წინ. გავიდა ეს პასი შიო მარსაგიშვილის მიმართულებით გაკეთდა გადაცემა და ხედავთ იქ რომ ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი კუთხურს მეორე კუთხურს ჩააწვდიან თბილისის ინტერის ფეხბურთელები ამას გააკეთებს მარსაგიშვილი ნომერი 19 მარჯვენა მცველი კარგად ჩააგდო მეტოქის საჯარიმოში თუმცა კარგად ითამაშა თბილისის კიპერმა ირაკლი ჩხეიძე ნომერი 1 იქ პირველია ბურთზე ყუტი ვაძე კარგად ითამაშა თავით და ზუსტი გადაცემა გაუკეთა თავის კიპერს კიკნაძეს და ამოვიდნენ თავიანთ საჯარიმოდან ინტერის ფეხბურთელები ტალახაძის გადაცემა შოთაძე თუმცა დაკარგეს თეთრებმა მორიგ შეტევაზე გახავარ თბილისის ფეხბურთელები კარგი ზუსტი გადაცემა გამოდგა და დაცვაში კარგია თბილისის ინტერი პირველ ბურთზე დასწრებაზე ითამაშა მეოთხე ნომერმა კარგად თბილისის გიორგაშვილმა გუნდის კაპიტანმა და გრძელდება თბილისის შეტევა შორეული დარტყმა თუმცა ძალიან არაზუსტი დარტყმა კარიდან გუნდს თამაში შეიტანს დანიელ კიკნაძე გეტყვით რომ პირველ ტურში ინტერმა დაამარცხა გრანდი 2-0 და თბილისი კი დამარცხდა დინამოს სკოლასთან ანგარიშით 1-3 დანიელ კიკნაძე ბურთთან გრძელდება შეხედა ჯგუფია როგორც გითხარით აქ 12 გუნდი მონაწილეობს ვაზი სუბანი იბერი 1999 დინამო სკოლა დინამო თბილისი რა თქმა უნდა თბილისის ინტერი სპაერი საბურთალო დიდი ღომი თენკის სულაქველიძის აკადემია გრანდი და სართიჭალის შტურმი ასევე აქ ახლავან გორდა და გოლდენი აკადემია აი სრული ჩამონათვალი ამ აჯგუფისა ძირფასო ხალბატონებო და ბატონებო გრძელდება შეხვედრა ხუბეჯაშვილის კარგი გადაცემა მოედნის ცენტრი ლაზარე ხურციძეს გაუკეთა შესანიშნავი პასი ინტერესატიანმა თუ როგორც ნახეთ თქვენს ეკრანებზე ნულები თქვენს ეკრანებზე მარცხენა მაღალ კუთხეში განახლდა შეხვედრა ირაკლი ჩხეიძე კიპერი თბილისის თომა მექვაბიშვილმა კარგად ითამაშა თავით იასამის პლატფორმაში გამოწყობილმა ფეხბურთელმა თბილისი აკონტროლებს ბურთს მოედნის ცენტრში იქით გადაიტანეს ბურთი მარჯვენა ფრთაზე და
კარგად თამაშობდნენ ამ ეპიზოდში ინტერის ფეხბურთელები მოედნის ცენტრთან ახლოს. აქეთ მოედნის შუაში შეიწეს ინტერის ფეხბურთელებმა ხუბეჯაშვილმა მიიღო ნომერი 10. წინ კარგად დაიძრა ხუბეჯაშვილი, კარგად ჩამოიცილა ერთი მეურვე. კარგი ფინტების დემონსტრირება და ამ ეპიზოდში ნახევარდაცვაში კარგი იყო თბილისის გუნდი. Ončetela თუმცა მათატოა მოედნის გვერდითი ხაზი აუჩია ბურთი და აუტიდან ჩაქნან ინტერის ფეხბურთელები ჩამოაწოდეს. მარსაგეშვილმა მიიღო კარგად ბურთი და ამჟავა შეუძლია და უკან პასი ნომერი 14 მაისურაძე კარგად ჩამოიცილა ერთი მეორე, თუმცა კარგი ზუსტი არ გამოდგა პასი და თუმცა უმალ დაეუფნენ ბურთს ინტერის ფეხბურთელები. იქ 27 ნომერი ბურთთან ინტერის ბატონო ძელდება შეხვედრა ძელდება კიპერი თბილისის მოედნის ცენტრთან ახლოს ბურთთან არიან თბილისის ფეხბურთელები, თუმცა კარგია მოედნის ცენტრთან ახლოს კუტივაძე ბატონო მარსაგიშვილმა მიიღო ბურთი მოედნის ცენტრთან ახლოს. ისევ მარსაგიშვილი კარგად იპასა ხუბეჯაშვილმა ნომერი 19 წინ ასე ხუბეჯაშვილი შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და კიპერი კარგად თამაშობდა იმ ეპიზოდში ირაკლი ჩხეიძე. მოედნის ცენტრი გადაკვეთეს თბილისის ფეხბურთელებმა, თუმცა იქ რა თქმა უნდა პირველი იქნება ბურთზე გუნდის კაპიტანი ინტერის დათა ტალახაძე. კიპერი კიკნაძე იქ შეცდომა არ უნდა დაუშვას ინტერის გოლკიპერმა. იქით გადაიტანეს ბურთი მარცხენა ფრთაზე ინტერის ფეხბურთელებმა და როგორც ხედავთ ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. აუტიდან ბურთს ჩააწვდიან თბილისის ინტერის ფეხბურთელები. ჩამოაწოდეს ბურთი თამაშობდნენ თბილისის ფეხბურთელები. გრძელდება შეხვედრა. კარგია 27 ნომერი ეპიზოდში, თუმცა ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები. გვასავა ანდრია მარცხენა გარემარბი რა კარგი იყო იმ ეპიზოდში. კუტივაძე მიიღო ბურთი ნომერი 8. კარგი ზუსტი გადაცემა. ისევ ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები. აუჩია ბურთი როგორც ხედავთ. ხიკლეშვილი შეიტანს ბურთს ნომერი 17. ეძებს და არაზუსტად ჩააწოდა აუტიდან ბურთი და შესაბამისად რა თქმა უნდა ბურთი გადაეცემა თბილისი 2025-ის ფეხბურთელებს. იბატონო ჩამოაწოდეს ბურთი აუტიდან გრძელდება მატჩი. საკონტროლები თავიანთ ნახევარზე თბილისის ფეხბურთელები. გუნდის კაპიტანი გახდა გიორგაშვილი. ობახიძის პასი არაზუსტი გამოდგა და ახლავან ინტერის ფეხბურთელები. ტალახაძე გუნდის კაპიტანი დაცვის ბურჯი ინტერის. არ გავიდა ეს პასი. იასაბისფერ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები მოედნის ცენტრში. მოკლე გადაცემებით ცდილობენ გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე. გადავიდნენ, როგორც ხედავთ თქვენს ეკრანებზე, თუმცა მაღალ პრესინგს ეთამაშება თბილისის ინტერი, როგორც ხედავთ. ხუბეჯაშვილი ჭიდროდ ახლოს ეთამაშებოდა იქნებოდეს. ოჩახ, მარსაგიშვილი. ბრძოლა ბურთისთვის. გრძელდება შეხვედრა. რა კარგი იყო ლაზარე ხურციძე. ეპიზოდში. თბილისის ფეხბურთელები. ნიკოლაშვილმა კიპერს ხედავთ თქვენს ეკრანებზე დანიელ კიკნაძეს. მაისურაძე ხიკლეშვილმა მიიღო ბურთი მარცხენა ფრთაზე. კარგად მოატყუა ერთი მეურვე, გავიდა პასიც გვაზავას მისამართი, თუმცა
დაკარგეს ინტერის ფეხბურთელებმა. უკან პასი ირაკლი ჩხეიძის მიმართულებით. ძალიან წინი არის მეკარე გამოსული და მოედნის ცენტრი. ფეხით თბილისი. არა, იქ რა თქმა უნდა. შესანიშნავად თამაშობს ინტერის კომანდის კაპიტანი ალახაძე. ისევ თბილისი აკონტროლებს ფეხს მოედნის ცენტრში. გადავიდნენ ნეტოხის ნახევარზე. კუტივაძე. მაისურაძე. გრძელდება შეხვედრა. ბურთან თბილისის ფეხბურთელები უკან პასი ჩხეიძის მისამართი კიპერის. მოკლე გადაცემების ცდილობენ ახლა ფრონტს გასვლას. დენის დობროვსკის აღსაზრდელები. ბურთმა დატოვა იქით ფლანგზე მოედნის. საუბრობენ შეიტანენ ინტერის ფეხბურთელები. შემოიტანეს ფეხბურთელმა. თბილისი თავიანთ ნახევარზე. მეკარე ჩაერთო თამაში კიდევ ერთხელ როგორც ხედავ მერი პირველი იქით გადაიტანა მარჯვენა ფრთაზე. კარგი მიღება იქ. თბილისის შესრულებით კარგი ცნობიერება უკან პასი. ნომერი 19 თამაშობს დასრებაზე. მარსაგიშვილი. მოედნის ცენტრი. უკან პასი მეკარე ჩხეიძე. კობახიძე. ისევ კობახიძე. 77. მოედნის ცენტრში გახლავენ თბილისის ფეხბურთელები. სადაკარგეს მათბურთი. ინტერი არა გრძელდება. ჩხეიძე კიპერი თბილისის. ფლობენ როგორც ხედავ ფურცს თბილისის ფეხბურთელები. მარსაგიშვილი ირჩის და დაკარგი იყო. ალახაძე უკან დაუგურა თავისივე კიპერს დანიელ კიტნაძეს. მოედნის ცენტრი. უბეჯაშვილი ჭიდრობ ეთამაშებს. კიპერს ხედავ თქვენს ეკრანებზე თბილისის ჩხეიძე. ნომერი 11. კარგი თუმცა ნახევარდაცვა კარგად მუშაობს ინტერის. ნომერი 10. ხუბეჯაშვილი. მაგალითად მოედნის გვერდითი ხაზი. ისევ აუჩია ბურთი. და ჩამპიონს თბილისის ფეხბურთელებს. ობახიძემ კან გაუგურა თავისივე კიპერს ჩხეიძე ირაკლის. გრძელი პასი თუმცა არ გავიდა ეს გადაცემა და ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. ბურთს თამაში შეიტანს თბილისის ინტერი. ხიკლეშვილი სწორედ ის მოგიწევს ტრანსპორტის თამაში შეიტანა. სადაკარგეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა. კონჩეტევაზე ცდილობდნენ გადასვლას თბილისის ფეხბურთელები, თუმცა არ გამოვიდა ეს ჩანაფიქრი. კიპერი ჩხეიძე. თბილისის გოლკიპერი თქვენს ეკრანებზე იქნებ პასი. წევერიძის მისამართით. ვინ იქნება ის პირველი? ბურთმა დატოვა. ცოტა ძლიერი გამოიყენეს პასი. როგორც მხარი აუჩია ბურთი. აუტიდან ჩავჭიან ინტერის ფეხბურთელებს ჩამოაწოდეთ შოშაძე. არ გათამაშობს ახლა ხუბეჯაშვილი. ხედავთ ეს ეკრანებში ამ ინტერის აფიანს უკან პასი. მაისურაძე ჩაერთო საქმეში. მარცხენა ფლანგზე გადაიტანეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა. გვაზავა. გრძელდება იქ. ინტერის ბურთის ფლობა. ლაზარე ხურციძე შესანიშნავი გოლების
ეპიზოდში ნომერი 29 და აქვე ჩერტანოს ურთმა დატოვა მოედნის ფარგლები. აუტიდან ბურთს ჩავდიან თბილისის ფეხბურთელები გამოაწოდეს გუნდის კაპიტანი გიორგაშვილი ლუკა გახდა კონსეკრაცია და პიტერსკა და თბილისის ირაკლი ჩხეიძეს მოედნის ცენტრი. რა კარგი იყო დასრებაზე იქ კუტივაძე ლუკა კი ბატონო გრძელდება მატჩი იქით მარცხენა ფრთაზე გადაიტანეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა მიუახლოვდნენ მეტოქის საჯარიმოს თუმცა იქ დაკარგეს ბურთი თეთრებმა თავიანთ საჯარიმოში არიან თბილისის ფეხბურთელები მე როგორც ხედავ თქვენს ეკრანებზე უკან კიპერი ჩარტის საქმეში ირაკლი ჩხეიძემ კი თავისიანს ბურთი ტალახაძე შესანიშნავი ეპიზოდში ბურთთან როგორც ხედავ იასამისფერ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები მაღალ პრესინგს ეთამაშება იქ თბილისის ინტერი მეტოქეს და ვერ ამოდიან თავიანთ საჯარიმოს მისადგომებიდან თბილისის ფეხბურთელები უჭირთ როგორც ხედავთ ამუშვა და ინტერი არ აძლევს საშუალებას რომ სივრცე მისცეს მეტოქეს მასაგიშვილმა გაათამაშა კუტივაძე ჩაერთო საქმეში მოედნის ცენტრში არიან თბილისის ინტერის ფეხბურთელები მაისურაძე მიქი გადაცემა გაუკეთა ფხიკლეშვილს თუმცა ვერ შეიმართა ბურთი ფხიკლეშვილმა და აუტიდან ჩააწოდეს თბილისის ფეხბურთელებმა თუმცა დაკარგეს მათ ბურთი და ოფსაიდი კი ბატონო არა გრძელდება შეხვედრა გრძელდება კი ბატონო მიიღო კარგად ბურთი ხუბეჯაშვილმა ნომერი 10 კარგი შესანიშნავად იბრძოლა იქ და გუნდ შეუნარჩუნა ბურთი ნომერი 8 კუტივაძე კარგი დატრიალება კუტივაძის შესრულებით ხუბეჯაშვილი ნომერი 10 კარგი ასი გაუკეთა ხიკლეშვილს ჩართო საქმეში მარცხენა და საბა ხუბეჯაშვილმა კარგად გასტა ნომერი 17 ახლა ერთმეურვეს ყოჩა და ბრძოლა იქ ბურთისთვის მოედნის ცენტრთან ახლოს გახავან თბილისის ფეხბურთელები გადაკვეთეს მოედნის ცენტრი დობროვოლსკის შეგირდებმა უკან გადაცემა კარგი ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა ლომაშვილი თბილისის ფეხბურთელმა გუნდის კაპიტანმა გიორგაშვილი ლუკამ ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები აქ ჩემთან ახლოს ბურთ თამაში შეიტანენ თბილისის ფეხბურთელები შეიტანეს ნიკოლაშვილმა შეიტანა ბურთი სახიფათო ეპიზოდი თუმცა იქ მაისურაძე ყოჩაღობს ამ ეპიზოდში კარგად მიიწევს წინ გაიქცათ ბურთი თეთრებს აუტიდან ბურთი შეიტანენ თბილისის ფეხბურთელები დიახ როგორც გითხარით მოგებით დაიწყეს ჩემპიონატი თბილისის ინტერის ფეხბურთელებმა ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს თბილისის გრანდს და 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში და როგორც მოგახსენეთ თბილისმა კი თავისი შეხვედრა პირველ ტურში წააგო დინამო თბილისის სკოლასთან ანგარიში 1-3 და ხედავთ რომ გუნდები ატარებენ მეორე ტურის შეხვედრას და კეტელაევის ეკრანებზე ხედავთ თბილისის ინტერისა და თბილისის გუნდებს შორის პირდაპირ რეპორტაჟს. გრძელდება შეხვედრა. იქ ორი ინტერის ფეხბურთელი ეთამაშება მეტოქეს და გაძვრა კარგად ოჩა სახიფათო ეპიზოდი და დაცვა კარგად მუშაობს ამ ეპიზოდში. ინტერის დარტყმა შორი მონძილიდან და დაბლოკეს ეს დარტყმა. გაეცათ ბურთი თბილისის ინტერის ფეხბურთელები. აუტი და ბურთი ჩანთიან თბილისის ფეხბურთელები. ჩამოაწოდეს ნიკოლაშვილი ჩააწოდა აუტიდან. იქ არ შეიძლება ბურთის დაკარგვა და საჯმა შეაჩერა ამაში. დაშავდა. შეგახსენეთ შოთა ხინიკაძე მთავარი მსაჯის შეხვედრის მიმდინარეობს მატჩის 23 წუთი. ბურთი დარჩება რაღაც მონდა თბილისის ინტერის ფეხბურთელებს. ბურთთან კიკნაძე
ათამაშეს. ალახაჩი ინტერეს. კარგად გაძურა ხა ორ ფეხბურთელ შორის ხება და ხება ალახაჩეს და დაჯარიმდნენ თბილისის მოთამაშეები. საქმე. ალახაჩი. შოთაჩი ისე ალახაჩი. მას გამოწყობილი ფეხბურთელები, თუმცა იქ რა კარგია ლაზარე ნომერი 29 ხურციძე შემტევი ნახევარმცველი გრძელდება შეხვედრა სულ ცოტა დრო რჩება მატჩის პირველი ტაიმის დასრულებამდე. აუჩია ბურთი. აუტიდან ბურთს ჩავდიან თეთრ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელი ამას ხედავთ თქვენს ეკრანებზე ხიკლეშვილს. ინტერი ბურთთან გამოაწოდეს ბურთი აუტიდან. ისე ბურთს ჩავდიან ინტერის ფეხბურთელები აუტიდან ნაბიჯ მიიწევენ წინ ინტერის მოთამაშეები. ვაუ! ისე. არა, ამჯერად ბურთს თამაში შეიტანა. თბილისის ფეხბურთელები ჩამოაწოდეს. თუმცა თავი პირველ ბურთზე კარგად თამაშობდნენ. იმ ეპიზოდში ინტერის ფეხბურთელები. ჯარიმა დაჯარიმდნენ. თბილისის მოთამაშეები ლაზარე ხურციძესთან ორთა ბრძოლაში მოედნით ცენტრია ტალახაძე. გადაკვეთა მოედნით ცენტრი ინტერის ფეხბურთელებმა მიიღო ბურთი შოთაძემ უკან გადაცემა მარსაგიშვილის მისამართით და ბურთი გაექცა თბილისის ინტერის ფეხბურთელებს აუტიდან. ისევ რა თქმა უნდა არასწორად ჩამშვილ ბურთი აუტიდან თბილისის ფეხბურთელება და ბურთი დარჩათ ინტერის ფეხბურთელებს. ჩააწოდეს ბურთი თეთრ ფორმაში გამოწყობილმა ფეხბურთელებმა. კიპერს ხედავთ თქვენ ირაკლი ჩხეიძე თბილისის გოლკიპერი. მარჯვენა ფრთაზე ანვითარებენ შეტევას თბილისის მოთამაშეები და კარგად გაუშვა აუტზე ბურთი ხიკლეშვილმა. აუტიდან ბურთს ჩავდიან თბილისის ფეხბურთელები ჩამოაწოდეს. კარგი ნახევარდაცვაში ინტერი. ლომაშვილმა მიიღო კარგად კერდით ბურთი. გრძელდება შეხვედრა მოედნის ცენტრით და როგორც ხედავთ უკან პასი ჩხეიძის მისამართით გოლკიპერი ეს ეკრანებზე ნომერი პირველი თბილისი 2025. თბილისის ფეხბურთელები ჩამოაწოდეს. წავიდა ხალხი იარჩენს. ბატონი თბილისი გავიდა და უნარჩუნებენ მიუახლოვდნენ მეტოქის საჯარიმოს თბილისის ფეხბურთელები, თუმცა რა კარგია 27 ნომერი ინტერის ხება ამ ფეხბურთელს. ბატონო ანდრია გვაზავა აუტი გამოაწოდეს. ისე ვინტერი ბურთი. ასაგიშვილი ჩააწოდა. არასწორად ჩააწოდა. დარჩება თბილისის ფეხბურთელებს. ჩამოაწოდეს. თამაშია. ბრძოლა. გვაზავა. ხელზე მოხდა. საქმეში აჩერა მატჩი. ნიკოლაშვილი, ლუკა პასი, კაპიტანი. ოდახიძე. გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე თბილისის ფეხბურთელები. ბუტივაძე ეთამაშებოდა კარგად. 29 ნომერი აქტიურად ეთამაშება ახლა მეტოქეს, კი ბატონო.
ხურციძე გახდათ ეს ფეხბურთელი. ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. აუტიდან ბურთს ჩააგდიან. თბილისის ფეხბურთელები ჩამოაწოდეს. თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ თბილისის ფეხბურთელები და ბურთთან დარჩენილან თბილისის ინტერის ფეხბურთელები. ნულები ისევ და ისევ თქვენს ეკრანებზე. დასასრულისკენ წავიდა პირველი ნახევარი. მიუახლოვდა დასასრულს მატჩისა და ბურთთან დახლავან თბილისის ინტერის ფეხბურთელები ხედავთ თქვენს ეკრანებზე. წინ დაიწყო ლომაშვილი ბურთისთვის შოტაძე დაეხმარა ლომაშვილს და ერთობლივად ცდილობდნენ დაუფლებას ბურთის, თუმცა არ გამოვიდა და მაისურაძემ უნდა ითამაშოს კარგად და ძალიან ჭკვიანურად გაატარა მოედნის ფარგლებს გარეთ. დარტყმა კარიდან დიახ 3 წუთი რჩება პირველი ნახევრის დამთავრებამდე. გაათამაშეს ბურთი ინტერის ფეხბურთელები ტალახაძე მასაგიშვილმა მიიღო ბურთი ისევ ტალახაძე ლომაშვილი ბურთთან ზელდება და დაკარგეს ბურთი. ბრავო! თამაშებმა. ბრავო! გავიდა ეს პასი მარცხენა ფრთაზე ნომერი 7. ჩაპიძე დორო კორგოთ თამაშობს კიპერი ინტერის ოჩა დანიელ კიკნაძე. იქით აფთა ჩაერთო საფრთხეში ხობეჯაშვილი კუტივაძე გრძელდება შეხვედრა და მოედნის ცენტრია ბურთი თქვენ როგორც ხედავთ ეკრანებზე. კარგი გრძელდება პასი კაპიტანი თბილისის დაკარგეს თბილისის მოთამაშეები კონჩეტევაზე არიან ინტერის ფეხბურთელები. ვაზავა კარგად გასა ერთმეურვეთ იქ ხელით იჭერდა ჩაფიძე დიახ და აი კიპერს ხედავთ ბატონო ირაკლი ჩხეიძე წინ გადაგსახმა თამაშგარი ბურთთან იქნებიან თბილისის ფეხბურთელები ბატონო არჩქარობს თბილისის კიპერი ჩხეიძე ბურთთან წინ ძლიერად გაუშვა მეტოქის ნახევარზე და პირველ ბურთზე მარსაგიშვილი და უკან პასი თავისივე კიპერს გაუგურა ბურთი დანიელ კიკნაძეს ბატონო დიახ დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი ინტერი თბილისი 2025 თბილისის ფეხბურთელები საჯმა მისცა ნიშანი და შეიტანეს ბურთი თბილისის მოთამაშეებმა უკან პასი კიპერი ეს ეკრანებზე იქით კარგი გრძელი პასი გავიდა ეს გადაცემა კარგი გაგრძელება თუმცა ეგ ტექნიკური წუნი და იქმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი აუტიდან ბურთი ჩააწოდეს ინტერის ფეხბურთელებმა კუტივაძე კონჩეტევაზია თბილისი იქ იბრძოლა კარგად კუტივაძე თუმცა ბურთი რჩება თბილისის მოთამაშეებს უკან პასი გეტყვით რომ ცვლილებები განხორციელდა და გეტყვით რომ მოედანზეა ინტერის 77 ნომერი ცენტრალური თავდამსხმელი ანდრია ადამიანცი ნომერი 2 მარჯვენა გარემარბი საბა გოლანძია ასევე მწვანე მინდორზეა ნომერი 3 ალექსანდრე კვარაცხელია ცენტრალური მცველი ასევე მეორე ტაიმის სტარტზევე ჩაერთო თამაში კვარა დიახ მოედნის ცენტრი ზუსტად რო კვარაცხელიამ მიიღო ბურთი გრძელდება შეხვედრა ლომაშვილი კარგად გასცა ერთმეურვეს გადაცემა კეთდებოდა
ადამიანის მისამართით, თუმცა კიპერმა დატოვა კარი და გაექლა ბურთს თბილისის გოლკიპერი. იყო ჩვენს ეკრანებზე. ახალ შეტევაზე არიან თბილისის მოთამაშეები. უკან პასი ისევ. ჩხეიძე. იახ როგორც გითხარით, სათადარიგოთა შორის თბილისის შემადგენლობაშია ნომერი 8 ნიკოლოზ მელიქიშვილი, ნომერი 19 გაბრიელ ლატარია, ნომერი 8 ასევე ილია შვიდობაძე, ნომერი 21 გრიგოლ წიქარიშვილი, ნომერი 88 თემო კახიანი, ნომერი 77 დემეტრე გაჩეჩილაძე და გოლკიპერი ნომერი 1, ასევე ნომერი 1, დიახ, ანდრია გაჩეჩილაძე. კი ბატონო, აქ შესაძლებელია რომ ერთნაირი ნომერი ეცვას ფერდს გეტყვით რომ 30 წუთიანია ტაიმი თქვენ როგორც იცით და ვინც არ იცით 30 წუთიანია ერთი ტაიმი ასევე მეორე 30 ჯამში 60 წუთი დიახ ხურთან ყვარაცხელია კარგად მიიწევს წინ აქვს მას სივრცე კარგი პასი ნომერი 29 იყო ხურთან ხურციძე ლაზარე აი კიპერი ისევ და ისევ ირაკლი ჩხეიძე ნომერი 1 ალახაძე კარგად ჩამოიტოვა 2-2 და ზუსტი გადაცემა გაუკეთა კვარაცხელიას ალექსანდრე კვარაცხელია კი ბატონო ფლობს ის ბურთს არ გავიდა ეს პასი თუმცა ბურთი თამაშია არა მაინც გაექცა ბურთი გოლანძიას მოედნის ფარგლებს გარეთ დიახ ბურთი ჩამოაწოდეს აუტიდან დარტყმაა და ადამიანის შესანიშნავი დარტყმა და ადგილზეა კიპერი თბილისის ყოჩახ პირველი სახიფათო მომენტი ახლა თბილისის კარში კი ბატონო პირველი შესრულებული ბრწყინვალეთ დარტყმა და ჩარჩოში რა თქმა უნდა მეტოქის კარი ჩარჩოში და როგორც ნახეთ თქვენ კიპერმა ითამაშა შესანიშნავად თბილისის და ქება ადამიანს და ასევე გარჯა კარგად გაისარჯა კიპერი როგორც გითხარით არ უნდა დაუკარგოთ რა თქმა უნდა ამ კიპერს ფლობს ეს კიპერი წინ გადაცემა მაისურაძე დიახ ბურთი გადააგდო აუტი აწובה თბილისი დიახ აუტიდან ჩააწოდეს ბურთი თბილისის ფეხბურთელებმა გრძელდება შეხვედრა მარჯვენა თაზე და ისევ აუტი ნომერი 5 შეიტანს ბურთს თამაში თომა მეფაბიშვილი შეიტანა თუმცა იქ რა კარგია ინტერი დიახ ჯარიმა ალახაძე ნომერი 4 მოედნით ცენტრია ბურთი კვარაცხელიას მისამართით გაკეთდა გადაცემა კუტივაძე მოედნის შუაში კარგად გასცა 1-2-ს რომაშურმა მიიღო ბურთი კარგად ფლობს ბურთს უკან და კვარაცხელია ისევ და ისევ ნომერი 3 კარგი პასი გავიდა ეს გადაცემა კარგად რა კარგი იყო ახლა კარგი მოძრაობებით ნომერი 29 ყოჩა კუტივაძე მარჯვენა ფრთა ჩაერთო საქმეში გოლანძია ჩაწოთა მეტოქის საჯარიმოშია ბურთი კარგი ჩაწოდება და შეტევის მორიგი ფაზა მაისურაძე ხუბეჯაშვილი შევიდა მეტოქის საჯარიმოში და ქება ხუბეჯაშვილს კუთხურზე გადააგდეს ბურთი თბილისის ფეხბურთელებმა მარცხენა ფრთიდან კუთხურიდან ბურთს ჩააგდეს თბილისის ინტერი
ლაზარე ხურციძე იყო იმ ეპიზოდში ძალიან კარგი. ჩაწოდება კუთხურიდან მეტოქი საჯარიმოში იყო ბურთი. ბრძოლა იქ ბურთისთვის მარსადიშვილი ცდილობდა გაუქმებინა. ზუკან მოედნის ცენტრიდან ყუტივაძემ გადასაბუთი თავისივე კიპერს კიკნაძემ კი წინ აუკეთა პასი ლაზარე ხურციძეს დაკარგეს ბურთი თეთრმა. გავიდა ეს პასი ახლოს ეთამაშება საბა ხუბეჯაშვილი მეტოქეს. სახიფათო ეპიზოდი რა კარგი იყო იქ თავის აჯარიმოში მაისურაძე თუმცა იქ დაკარგეს ბურთი და ინტერის ფეხბურთელებმა და ნახტომში მოიგერია ბურთი ახლა დანიელ კიკნაძე ოჩა მოწოდების სინამდვილეა ინტერის კიპერი კიკნაძე კუთხური მარჯვენა ფრთიდან 10 ნომერი გაბრიელ წაველაშვილი ჩააგდეს ბურთს კუთხურიდან. კუთხური ყოველთვის სახიფათოა. მცირე პაუზა შეხვედრაში. საჯმა მისცა ნიშანი. ჩააგდეს მეტოქის საჯარიმოში ბურთი. პირველ ბურთზე თამაშობენ ინტერის ფეხბურთელები ძალიან კარგად კონჩეტევა. ყუტივაძე, კარგი მანძილი გაერბინა ყუტივაძემ. მონახა ხუბეჯაშვილი საბა და აი ოჩა. აი კიპერს მივიდა ბურთი თბილისის ირაკლი ჩხეიძე ბურთთან წინ გადაგზავნა ბურთი თბილისის გოლკიპერმა თუმცა დაკარგეს მათ ბურთი. ახალ შეტევაზე არიან ინტერის ფეხბურთელები მარჯვენა ფრთაზე გოლანძია მეორე ტაიმის შემოსული ფეხბურთელი კარგი ზუსტი გადაცემა მეტოქის აჯარიმოშია ინტერი თუმცა ისევ და ისევ უშესტომოა თბილისის გოლკიპერი ყუტივაძე იქ ჭიდროდ ცდილობს ეთამაშოს მოიგოს. გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე თბილისის მოთამაშეები. გავიდა ეს პასი, თუმცა იქ არაცხელია დასრებაზე. წინვალეა ნომერი 3. ხურციძე ლაზარე. გოლანძია. ნომერი 77 ანდრია ადამიანცმა მიიღო ბურთი მარჯვენა ფრთაზე. მეტოქის საჯარიმოში ადამიანცი და აიძულა მეტოქე რომ გადაებდო ბურთი კუთხურზე მარჯვენა ფრთიდან. მორიგი სტანდარტი ინტერი ჩაასდის ბურთს. კუთხური როგორც გითხარით და გოლანძია საბა. ძალიან სახიფათო კუთხური ჩაწოდა მეტოქის საჯარიმოში ბურთი დარტყმად არის ანდრია ადამიანცმა გახსნა შესანიშნავად ანგარიში ოჩახ ანდრია ადამიანცი ოჩახ ინტერი 1-0 და მეორე ტაიმში შემოსული ადამიანცი თქვენ იცით ეს ფეხბურთელი ბრწყინვალე გატანის გოლის გატანის ალღო აქვს მეტოქის კარში ამ ფეხბურთელს და როგორი საჭირო გოლი გაუტანა ახლა ამ ფორვარდმა მეტოქეს ქება ანდრია ადამიანცი ზუსტად იქ დახვდა ბურთს სადაც უნდა ყოფილიყო ფორვარდი და მეტოქის კიპერს არანაირი შანსი არ მისცა და როგორც გითხარით TT Live-ის ეკრანებზე ინტერი 1 თბილისი 0 კი ბატონო და დიახ აი ზურთან ინტერის ფეხბურთელები აი ეს პერიოდი ზუსტად იმათი საიდანაც უნდა გადაახლონ შეხვედრა ინტერის ფეხბურთელებმა ტალახაძე ბურთთან ინტერის ბრწყინვალე გუნდის კაპიტანი კვარაცხელია ნომერი 3 ხურციძე ბურთმა დატოვა იქით აფთაზე მოედნის ფარგლები
დიახ, გამოცოცხლდა შეხვედრა მეორე ტაიმში. პირველი ტაიმი ისე განვითარდა, რა ანალიზი უნდა გაუკეთოთ, რომ სწორად კარში არ წასულა ბურთი და ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა შეხვედრა ძვირფასო ქალ ბატონებოდა და ანდრია ადამიანსმა გააცოცხლა შეხვედრა. ღევანდელი და როგორც გითხარით, წინ არის თბილისის ინტერი ანგარიშია 1-0. მაისურაძე. დიახ, ოფსაიდი, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა შეხვედრაში ოფსაიდი. ალახაძემ გაათამაშა. მაისურაძე იქ მჭიდროდ ეთამაშება მეურვეს. და რა კარგი იყო ხუბეჯაშვილი, თუმცა ინარჩუნებენ ბურთს. თბილისის მოთამაშეები და წინვალე იყო ტალახაძე ამ ეპიზოდში ბურთი გაუშვა აუძე. ისევ იასამნის ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები. მაისურაძე პირველია ბურთზე. ტალახაძემ ამოიტანა ბურთი თავის საჯარიმოდან ადამიანცი. პირველ ბურთზე თამაშობენ თბილისის ფეხბურთელები კარგად და ჯარიმა. საჯარიმოდან ინტერის ფეხბურთელები ამ ეპიზოდში. გავიხსენოთ ის ეპიზოდი. ახალი შესული იყო მოედანზე ანდრი ადამიანცი და თავისი საქმე გააკეთა, ასე ვთქვათ. ნომერი 77 თავდამსხმელი ძალიან კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ. ძალიან შედეგიანი, შინაარსიანი, ჭკვიანი ფეხბურთელია. გუნდისთვის რაც თავარია, სასარგებლო და ერთ-ერთი გოლიადორი. დარტყმაშორი მანძილიდან და დაახლოებით 30 მეტრიდან ინტერის კიპერი ადგილზე დახვდა ბურთს. ოჩახ დანიელ კიკნაძე წინ ძლიერად გაუშვა ბურთი კიკნაძე. მოედნის ცენტრთან ახლოს გახლავან ინტერის ფეხბურთელები კარგად იბრძვის გოლანძია. ბატონო ნომერი 2 ეს ფეხბურთელიც მეორე ტაიმის სტარტზევე შევიდა მწვანე მინდორზე. თქვენ ხედავთ თბილისის კიპერს ერაკლი ჭხიძეს. გრძელდება შეხვედრა. კარგი ზუსტი გამოდგა ეს პასი. მოედნის შუაში შეიწეს თბილისის მოთამაშეებმა და იქ კიპერი უნდა გამოვიდეს და გამოდის კიდევაც დანიელ კიკნაძე. ოჩახ ხურციძე. იქით რა კარგად გადაკვეთეს ახლა. მოედნის ცენტრი ინტერის ფეხბურთელებმა კარგი გაგრძელება გოლანძია ნომერი 2. ჩაწოდება მეტოქი საჯარიმოში და ზოლა ბურთისთვის იქ ნომერი 10. ხუბეჯაშვილმა მიიღო ბურთი. კარგი ცრუ მოძრაობები როგორც ჩვევია ინტერის 10-იან, ძალიან ჭკვიანი, ძალიან კარგი ფეხბურთელი, გოლიადორი ინტერის შემადგენლობაში. კარგად ჩამოიცილა ერთი მოძრაობით ახლა ტალახაძე მეურვე, იქით კუტივაძე გუნდის მოტორი, ძალიან ჭკვიანი და კარგი ხედვა აქვს როგორც იცით ამ ფეხბურთელს და ძალიან აქტიური ფეხბურთელია ყოველთვის ინტერის შემადგენლობაში. ლუკა კუტივაძე სახიფათო ეპიზოდი ახლა თბილისის კარის მიმართულებით და მოედნის ცენტრი, პირველ ბურთზე რაღაც მოუნდა ყვარა, არამკი უკან პასი გაუკეთა თავისივე კიპერს ბატონო კიკნაძეს. ტალახაძე. კარგად ჩამოიცილა. ნახეთ ახლა თქვენს ეკრანებზე რა ოსტატურად ხო? მეურვე ინტერის გუნდის კაპიტანმა მიუსრებს იქ გოლანძია ბურთს. არა, ძალიან ძლიერი გამოდგა ეს პასი და აუტიდან ბურთს ჩავსდიან თბილისის ფეხბურთელები ჩამოაწოდეს. დიახ, ზეთხაზე შეინარჩუნეს ბურთი თბილისის მოთამაშეებმა. კუტივაძე თუმცა იქ დაჯარიმდნენ. დიახ. დაჯარიმდა ადამიანცი, ანდრია ადამიანცი. ერთადერთი გოლის უკან პასი. კიპერს ხედავ თქვენს ეკრანებზე. ჭრიძე ირაკლი თბილისის წინ ძლიერად გადაგზავნა ბურთი. ზუსტი გამოდგა ეს პასი, თუმცა კარგად ჩაუსწრო იქ ხუბეჯაშვილმა ბურთს. რა კარგად ცდილობს ახლა დაიძრას წინ, თუმცა დაკარგა ახლა ინტერმა ბურთი. მეტოქი საჯარიმოშია თბილისი და იქ ალახაძე როგორც მას ჩვეულ სტილში ჩვევია არტემაძე შესანიშნავად თამაშობს ხოლმე ინტერის გუნდის კაპიტანი. ბრძოლა იქ ბურთისთვის ქება და საბა ხუბეჯაშვილს. აუტიდან ბურთი ჩააწოდეს.
თბილისის მოთამაშეებმა. გრძელდება ურთისთვის ბრძოლა ლომაშვილი და კვარაცხელია. რა კარგად თამაშობს, კვარაცხელია, ხება და ხება. ოჩახ კვარა. შეუნარჩუნა გუნდს, გრძელი დიაგონალი. გოლანძია მარჯვენა ფრთაზე. ჩაგდო მეტოქი საჯარიმოში ბურთი. მიიღო ბურთი ადამიანმა დარტყმა და არაზუსტი გამოდგა ეს დარტყმა კარიდა. დიახ. იქ ცვლილებები იგეგმება ინტერის შემადგენლობაში. დიახ. დიახ, ნომერი 8 გავიდა მოედნიდან. დიახ. ლუკა კუტიბაძე მოედანზეა. გახსენებ კონსტანტინე ტრაპაიძე ნომერი 5. განაცხადი რა. გავიდა ეს პასი, მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს, შეტევა ახლა. თბილისის მეკურთელება შეიჭრა მეტოქი საჯარიმოში იქ. თბილისის მოთამაშე, თუმცა ახლა შემოსული ტრაპაიძე მიმარჯვა იმ ეპიზოდში. ყოჩა კონსტანტინე. დარჩა თამაში. გამოცოცხლდა. შეხვედრა ხურციძე იბრძვის ბურთისთვის და დაუწყლა კიდევაც ხურცი. დიახ. 24 ნომერი შევიდა ასევე მოედანზე. იოანე ონიანის შემტევი ნახევარმცველი და თქვენ იცით რომ მარცხენა მცველია კონსტანტინე ტრაპაიძე აუტიდან ბურთს ჩააგდიან ინტერის მეკუთელები ჩამოაწოდეს. თამაშ გარე მდგომარეობა მორიგი. თან დარჩებიან. არა, იქ შეცვლები. ბატონო. თბილისის შემადგენლობაში მოგახსენებთ შემოვიდა მოედანზე ნომერი 88. თემო კანკია მწვანე მინდორზეა. კიპერი. ჩხეიძე ირაკლი. წინ პასი. ალახაძე პირველია. რა კარგად ოსტატურად ითამაშა ამ ეპიზოდში ინტერის გუნდის კაპიტანმა. თუმცა ურთან გახავა თბილისის ფეხბურთელები. იქ აკრეფაზე სტილობენ ახლა ბურთის გადატანას თბილისის მოთამაშეები, თუმცა იქ გოლანძია ძალიან კარგი. თუმცა ურთან დარჩებიან თბილისის ფეხბურთელები აუტიდან ჩავდიან. დობროვსკის შეგირდები. ჩება ბურთი. შეტევის მორიგი პასა. კარგი ამ ეპიზოდში ინტერის დაკარგეს ბურთი თეთრებმა. ეკარე უნდა გამოვიდეს და გამოდის დანიელ იკნაძე აკეთებს ბურთს. ლომაშვილის აუკეთა პასი. წინ მიიწევს ლომაშვილი. კარგად გაცდა ერთმეურვეს. ადამიანცი მოედნის ცენტრში. ანდრი ადამიანცი ბოლომდე თამაშობს იმ ეპიზოდში. გრძელდება შეხვედრა. კვარაცხელია ალექსანდრე. მოედნის ცენტრი ზუსტად რომ მოედნის ცენტრს ხედავთ თქვენს ეკრანებზე. წინ მიიწევს თბილისი. კარგი ზუსტად გადაცემა გამოდგა ეს პასი. დაცვაში ისევ კვარაცხელია უშესრომოა. შეტევის მორიგი ფაზა. დარტყმა შორი მანძილიდან თუმცა დაიბრუნდა ეს დარტყმა შორეული დარტყმა. დიახ, ისევ. კიდევ ერთი ფაზა შეტევის. თბილისი და რა კარგი იყო ამ ეპიზოდში. კვლავ კვარაცხელია. აწובה როგორც ხედავ თბილისი. ბრძოლა ბურთისთვის. შვენიერი იყო იმ ეპიზოდში. მარსაგიშვილი და ბურთმა დაგვა მოედნის პირითი ხაზი. ძალიან მწვავედ უტევდა თბილისი თქვენ როგორც ნახეთ თქვენს ეკრანებზე. მარცხენა ფრთიდან კუთხური ჩააგდიან თბილისის მოთამაშეები. ძალიან სახიფათო ეპიზოდია.
ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში ბრძოლა ბურთისთვის და ბურთმა კიდევ ერთხელ დატოვა მოედნის ფარგლები, თუმცა დარტყმა კარიდან იქნება. დანიელ კიკნაძე თქვენს ეკრანებზე იქვე გაათამაშეს ინტერის ფეხბურთელებმა, არაცხელიამ მიიღო ბურთი, არაცხელიამ კი წინ ძლიერად გადაგზავნა ბურთი. ზუსტი გამოდგა ეს პასი გოლანძიას მისამართი, თუმცა ბურთმა კიდევ ერთხელ დატოვა მოედნის ფარგლები. აუტიდან ბურთს ჩაასვდიან თბილისის ფეხბურთელები ჩამოაწოდეს. მოედნის ცენტრი დაკარგეს თბილისის ფეხბურთელებმა ბურთი კონჩეტევაზე არიან ინტერის ფეხბურთელები, თუმცა არ გავიდა ეს პასი და მიუხვდნენ ჩანაფიქრს ახლა თბილისის მოთამაშეები. ისევ ინტერი, თუმცა უმალ დაკარგეს ბურთი ინტერის მოთამაშეებმა. იქ არ უნდა დაკარგოს ბურთი და არის. დიახ, გაათანაბრეს თბილისის ფეხბურთელებმა ანგარიშის და მოგახსენებთ. ერეკლე წეველიძე. 1-1. მოედნის ცენტრიდან ბურთს თამაში შეიტანენ ინტერის მოთამაშეები. ადამიანცი ანდრია. ტრაპაიძემდე მივიდა ბურთი, რომაშვილი და ყვარაცხელი ახლობს ბურთს. ონიანი კარგად გასა ერთმეურვეს და ფარგლები აუტიდან ჩავსდიან თბილისის ფეხბურთელები. არა ბურთს აუტიდან შეიტანენ როგორც საჯმა ბრძანა ინტერის ფეხბურთელები ჩამოაწოდეს. კარგად თამაშობს თბილისის ფეხბურთელები მოედნის ცენტრია. საბრძოლა ბურთისთვის თამაშობს თბილისის ფეხბურთელი და კონჩეტევაზე არიან თბილისის მოთამაშეები და სახიფათო ეპიზოდი ახლა და ალახაძე თამაშობს კარგად. ნომერი 5 ვარდნით გადაგზავნა ბურთი კუთხურზე ტრაპაიძე. მარჯვენა კუთხურიდან ბურთს ჩააცდიან თბილისის ფეხბურთელები. ჩადის მეტოქის საჯარიმოში ბურთი თბილისის ფეხბურთელებმა. ზეთხაზზე შეინარჩუნეს ბურთი იასამნის პერფორმანსში გამოწყობილმა ფეხბურთელებმა და დარტყმა კარიდან. დანიელ კიკნაძე ინტერის კიპერი შეიტანს ბურთს თამაში შეიტანს. ლომაშვილი ისევ ბურთთან თბილისის ფეხბურთელები. ზოლა ბურთისთვის ყვარაცხელია ეპიზოდში. იბრძვის გოლანძია, თუმცა ბურთთან ისევ თბილისის ფეხბურთელები. ყოჩა ინტერი არჩევს ბურთი. ინტერის ფეხბურთელებმა მეტოქეს და ბურთმა დატოვა მოედნის ვერდითი ხაზი. აუტიდან ბურთს ჩაასვდიან ინტერის ფეხბურთელები ჩამოაწოდეს. გრძელდება შეხვედრა. ნომერი 5 ტრაპაიძე. ალახაძე უკან პასი. კიპერი ჩაერთო საქმეში. დანიელ კიკნაძე. პირველ ბურთზე თამაშობენ თბილისის ფეხბურთელები, თუმცა მარსაგიშვილი დარჩა ბურთთან. დაკარგეს თეთრმა ბურთი და მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა. გატანილი გოლის შემდეგ თბილისის ფეხბურთელებმა და გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე ინტერის ფეხბურთელები. ადამიანცი გოლანძია ჩააგდო მეტოქის საჯარიმოში. გოლანძია ბურთი და კარგად ცდილობდა ახლა თამაშს ხუბეჯაშვილი და არ გამოვიდა და დარტყმა კარიდან. დიახ, კიპერი შეცვალეს თბილისის გუნდის
ძნელმა შეცვალა და აი გეტყვით რომ კარს იცავს ანდრია გაჩეჩილაძე. აი კიდევ ერთხელ აი მორიგი შეცვლები თბილისის შემადგენლობაში მოგახსენებთ ნომერი 8 ილია მშვიდობაძე მწვანე მინდორზეა და ნომერი 77 დემეტრე გაჩეჩილაძე ასევე მოედანზეა. ახლა შესული კიპერი თბილისის თქვენს ეკრანებზე. ანდრია გაჩეჩილაძე. უკვე გაათამაშეს თბილისის მოთამაშეებმა. დააგდეს ტემპი ახლა თბილისის მოთამაშეებმა. შეგახსენებთ ანგარიში ერთ-ერთი. ხუბეჯაშვილი მარცხენა ფრთაზე, კარგი ცრუ მოძრაობები. ორ მეურვეს კარგად გასცა. მესამე და შევიდა მეტოქის საჯარიმოში და მეტოქემ ასე გადააგდო ბურთი კუთხურზე. მოიცილა ბურთი. თბილისის დაცვამდა ჰოლანდია ზაქარი იმისათვის რომ კუთხურიდან ჩააწოდოს ბურთი მარცხენა ფრთიდან. კუთხური მორიგი სტანდარტი ინტერის შესრულებით. ჩაჭედება დაბალი და ისევ კუთხური. კიდევ ერთხელ დატოვა ბურთმა მოედნის პირიქით ხაზი. ჰოლანდია ჩაჭედება მაღალი დარტყმა არაცხელია სტაური დარტყმა და არაზუსტი დარტყმა კარია. გაჩეჩილაძე კიპერი ახლა შემოსული კიპერი გახდა თქვენს ეკრანებზე. მარცხენა ფრთა ჩაიგდა საქმეში და თუმცა არაცხელია იყო. შესანიშნავი შეტევის კიდევ ერთი ფაზა ბურთი რჩებათ თქვენ როგორც ხედავთ თბილისის ფეხბურთელებს. წავეთ უტევენ თბილისის მოთამაშეები. ცოტა კარგის მაგარი, მაგრამ ისე გაიგნა ბურთს. ბრძოლა ბურთისთვის ადამიანს მართლა ბურთი მეტოკეს. ოჩა ჰოლანდია ადამიანი ბოლომდე იბრძვის. შეაწუხა კიპერი ლომაშვილი მარსაგიშვილია პირველზე უკან ასი კიკნაძის მიმართულებით. ტრაპაიძე ნომერი 5 ისევ კიკნაძე კიპერი ინტერეს. არაზუსტი სახიფათო ეპიზოდი შეიქმნა არ შეიძლება და ოფსაიდი თან დარჩებიან თბილისის ინტერის ფეხბურთელები. გათამაშეს ბურთი არაცხელია. წინ ასე გამიგდა სუსტის გადაცემა. ბურთის ონიანი ის თან ლაზარე დავიდა ეს პასი ზუსტი გამოდგა მარჯვენა ფრთაზე. გადაცემა ნომერი 2 ჰოლანდია დაეცა სადაც ბურთი და დასრულდა შეხვედრა ინტერი თბილისი ფრე 1-1. ჩვენც დავასრულოთ პირდაპირ რეპორტაჟი მარაკანადან. დიდი მადლობა ტექნიკურ ჯგუფს. მადლობა თქვენ რომ ვიყურებდით თქვენთვის პირდაპირ რეპორტაჟზე კომენტატორი ლაშა გიორგობიანი მუშაობდა. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.